საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე სანქციები მოქმედებს. Წარმოებელი ვალდებულია ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია იყოს სრული, წაკითხვადი და გასაგები. სურსათის დასახელება და შემადგენლობა გამოსაჩენ ადგილზე უნდა განთავსდეს. ეტიკეტირება განსაზღვრული არის თანხმობის დადგენილება ნომერი 451-ის საფუძველზე და აუცილებლად უნდა ეწეროს პროდუქტის დასახელება, პროდუქტის შემადგენლობა, პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება, პროდუქტის დამზადების ვადა, ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები. ჩვენს მიერ გამოკითხული 22 რესპონდენტიდან სურსათის შეფუთვაზე ეტიკეტს და მასზე დატანილ ინფორმაციას მხოლოდ ერთი კითხულობს. გამოკითხულები ამ ინფორმაციის მიღებას საჭიროდ არ მიიჩნევენ. თვალით ვაღვედები კარგია პროდუქტი და ვყიდულობთ, რომ გაანკაცროთ ვარგისიანობის ვადა ძალიან კარგი იქნება. იმიტომ რომ დღეს პროდუქტს ვყიდულობთ და არ ვიცით რამდენ დღის ვადაში უნდა იყოს. მაგალითად კვერცხი დევს და მე ყიდო ერთვის მერე. არც მიბიქცევია ყურადღება ცხოვრებაში. მართლა იშვიათად თუ ვაკვირდები. უნდა დავაკვირდი ალბათ. იშვიათად ვაკვირდები. რატომ? გან მეჩქარება ხოლმე. სირად ნაკლებად ვაკვირდები. არა. არ დავკვირები ვარ ხოლმე, რა ვიცი. რა თქმა უნდა. აი რა ინფორმაცია გაინტერესებს? მაინტერესებს ვარგისიანობა, გამომშვები ვინ არის და შემადგენლობა თავისავად. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ეტიკეტზე კიდევ ერთი აღნიშვნა გამოჩნდება. წარმოებელი ვალდებული იქნება თუ პროდუქტი გენმოდიფიცირებულია შეფუთვაზე მიუთითოს. ეს აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტზე დატანილი და პირველი შემთხვევა თუ დაფიქსირდა რომ ის მოიხმარს გენმოდიფიცირებულ ობიექტს და არა აქვს ეს ეტიკეტზე დატანილი, ის ჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით. ეს სიახლე მყიდველს არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს იმ შემთხვევაში თუ შეძენამდე ეტიკეტს კარგად წაიკითხავს.